მავანი მომიყვანეთ მავანი. რატო? უყურე მაშინ ვიდეოს ბოლომდე და გაიგებ რატო. მოკლედ მაესტროსთან დავმარცხდი რეფერი დოლიაშვილის წყალობით. რეფერის ამპულაში იყო დოლიაშვილი. იცით ხო დოლიაშვილი ვინ არის? აი ეს რო თქვა თუ საჭირო იქნება არ გააჩერებს, თუ არ იქნება საჭირო, მაშინ გააჩერებს. რაც თქვა, ის შეასრულა. ანუ ვიდეოს რო გადავხედეთ, ერთი 5-ჯერ 6-ჯერ მინიმუმ ეუბნებოდა მაესტროს რო გაჩე ისა ორი ხელით ნუ იჭერო. დააკლეში ნუ იჭერ გიო. ორივე ხელს თუ იჭერ. თუ იჭერ ხელს. გიო ნუ იჭერ. გიო იმუშავე სადი ხელი. ორივე თუ იჭერ. იჭერ. ორი ხელით ნუ იჭერო. ანუ ერთხელ უთხრა ოკეი, ორჯერ უთხრა ოკეი და მესამედ მინიმუმ უნდა გაეჩერებინა, ხო? მაგრამ არაჩერებდა, ეუნებოდა, მაგრამ არაჩერებდა და რას ნიშნავს ახლა ეს? ანუ რაც თქვა, თუ საჭირო იქნება არ გააჩერებს, თუ არ იქნება საჭირო, მაშინ გააჩერებს. ზუსტად ეგრე მოიქცა. თუ ჩათვლის რომ უნდა გააჩეროს, არ გააჩერებს, მაგრამ თუ არ ჩათვლის საჭიროდ, მაშინ გააჩერებს. დოლიაშვილმა ჩათვალა საჭიროდ, რომ უნდა გააჩეროს, თქვა კიდევაც რამდენიმეჯერ, მაგრამ არ გააჩერებს. თუ არ იქნება საჭირო, მაშინ გააჩერებს. ნუ ასე დამამარცხა მაესტრომ. იქ რამდენჯერმე კეფაშიც დამარცხა, ალბათ ჩანს ეს ვიდეოში და ასე დავმარცხდი მაესტროსთან. ნუ რაც არის ეს არის მაესტროსთან ახლა ამ ეტაპზე გასაყოფი არაფერი აღარა მაქვს. თუმცა მომავალში ვნახოთ. რაც შეეხება რევანშს, განიხილება, მაგრამ ჯერ უნდა გადავლახო ჭავჭავაძე. ასეთი მოლაპარაკება იყო. ჭავჭავაძეს რო გავივლი, აი მერე სავარაუდოდ დოლიაშვილი იქნება, მაგრამ დოლიაშვილთან, ნუ რაც მართალია იცის კაცმა. ჩხუბი და პროფესიონალი მოკრევია, 5-0-ზე აქ რეიტინგი დაუმარცხებელია. მაგრამ არ ვარ მზად ეხლა დოლიაშვილისთვის, ნუ გაგიხარდება დოლიაშვილი, არ გექნება მაგის საშუალება რომ გამლახო. ჩემი და მაესტროს ბრძოლის ვიდეოს რო უყურებდი, ჭავჭავაძეს გვერდზე მეორე სეკუნდანტად იდგა ქვაჩახი. იცით ხო ქვაჩახია ვინ არის? აი ეს ლომკაცას რო უთხრა 6-ჯერ 6 თუ რაღაც. 6-ჯერ 6. მე მეგონა ეგ ადამიანი საერთოდ გამა გეიმინგი აქვს რაღაც კომპიუტერით თამაშებს თამაშობენ. გამადან წავიდა მან და მაგის მერე იქიდან არ გამოსულა და როგორ გაჩნდა საერთოდ მან გამიკვირდა ეხლა მეკმა თურმე მოვიდა ჩემს სანახავად. ეს ყველაფერი ამ ყველაფერს არ ვიტყოდი რომ ერთი მომენტი არ შემემჩნია. აი ვიდეოში ჩანს რომ ხელი აქვს აი ესე აწეული და ანუ არ ვიცი გადაობდა თუ რა შევოდა მithom უნდა ჩაერტყა ნუ ჩემთვის სავარაუდოდ. დატოვე ცოტა ხანი შენი კომპიუტერული თამაშები, გამოდი ჰაერზე ცოტა ხანს, მოდი ჩვენს დარბაზში და ზომბისთან ისპარინგე. ცოტა რაღაც აზე მოხვალ რა. ალბათ. მოკლედ მე წაგებულად არ ვთვლი თავს, იმიტომ რომ რა ბინძური ჩხუბით შემომთავაზა მაესტრომ და დოლიაშვილი რეფერის წყალობით ასე მომიგეს. მაგიტომაც არ ვთვლი რომ წაგებული ვარ. მით უმეტეს, როდესაც ბრძოლის მერე გამოვედი, გამას დირექტორმა გიგა კუხალაშვილმა ხელი ჩამომართვა და მითხრა რომ
ეს არის ზუსტად მებრძოლი სული. მადლობა ბატონო გიგა ასეთი სიტყვებისთვის. რაც შეეხება მავანს, ერთ-ერთ ვიდეოში მაესტროსთან საუბრის დროს უთხრა ჩემზე, რომ მე გამოვიწვევ. ანუ მავანმა თქვა ჩემზე, რომ გამოვიწვევ. ვინ? ვიღაცამ გამოგიწვია, გამატრაილერი თვითონ. მატრაილერი, ეგეს ტრაილერია. მე ვეჭქუმები, გინდა? ჩემი ფალავანი გამოვა. მეც დამიწერა კომენტარი. თავი გამანები. კარგი. მოდი ასე ვიტყვი მაშინ. თუ შენ მართლა ეყოფა ის გამბედაობა, რომ გამომიწვიო მე რინგზე და მეჩხუბო თუნდაც ერთი რაუნდი რომ დამიდგე, დაჟემს რომ გამოხვიდე რინგზე და 10 წამში ხელები აწიო და მითხრა всё აღარ მინდა ჩხუბიო, უკვე ჩავთვლი რომ შენ მართლაც გამბედავი ადამიანი ხარ. აქვე ჩავაქსოვებ იმას, რომ კპირდები ყველასთან, რომ ერთ რაუნდზე მეტი არ გაგრძელდება, რა თქმა უნდა, ჩვენი ჩხუბი, მაგრამ არ გაგთიშავ, მაგრად გათიშვაზე საერთოდ არ ვიქნები, უბრალოდ დაგამუშავებ ლამაზი ჯეფი. შენ თუ გაქვს ეგ ნაპერწკალი მაინც, ესეთი პატარა ნაპერწკალი, გამოდი გამას რინგზე და დამიდექი იქ, ბიჭო. გაიგე? Kitty Mouse ბიჭო, გაიგე? და რაც მთავარია, 24 მაისს იმართება სერიოზული ივენთი. 3 საჩემპიონო ბრძოლა იქნება, მათ შორის პიტბული იქნება, ზომბი იქნება, ჯიქია, იობაშვილი. მოკლედ, მაგარი ჯახები იქნება და ეხლა უნდა იჩქარო, იმიტომ რომ ფასდაკლებაა, კარგი ფასდაკლებაა. სტანდარტული ბილეთი 60 ლარის მაგივრად 45 ლარია, VIP ზონაში კიდე 115-ის მაგივრად 85 ლარია. ამიტომ უნდა იჩქარო და თუ საშუალება არ გაქვთ მაგალითად, მაშინ გამატევეზე შეგეძლიათ გამოიწეროთ და სულ რაღაც ეხლა მანდაც არის მგონი აქცია თუ არ ვცდები, აქცია რომც არ იყოს, სულ რაღაც $4 და 99 ცენტა შეგიძლია გამოიწერო და უყურო ჩვეულებრივ, იმიტომ რომ სხვა პლატფორმებზე არ იქნება პირდაპირ ეთერი, ვაფშე არსად არ იქნება. ასე რომ ეს შენი შანსია, რომ ეხლავე გამოიწერო და უყურო. არ ინანებ, იმიტომ რომ ძალიან მაგარი ბრძოლები იქნება. რა თქმა უნდა, 24 ივნისის ივენთამდე დაიდება ბრძოლის პროგნოზები, ასე რომ გამოიწერე ეს არხიც, ან აქ, ან YouTube-ზე იქნება, აქ თუ არ დაიდება, YouTube-ზე დაიდება აუცილებლად და გადავხედოთ ერთად პროგნოზებს. დღეისათვის სულ ეს იყო, თქვენთან იყო რეფერი, გამა ტრენერი, მომავალ შეხვედრამდე.